ახლა მოვამზადოთ ქათმის ჩახოხბილი. შეგვიძლია ავიღოთ 1 კილოგრამი ქათამი, გინდათ წიწილა, გინდათ ფილე. დავამზადოთ, დავჭრათ და 400 გრამ ხავთან ერთად, ცხიმთან ერთად მოვშუშოთ კარგად. როგორც კი ხავთან და ნიორთან ერთად შეგიძლიათ გავუკეთოთ 1 კილოგრამზე რაღაც 4 კბილი, 4-5 კბილი საშუალო ზომის ნიორი. ამას თუ გააქვთ ბროწეული, ან თუ არა გაქვთ ბროწეული, შეიძლება ბროწეულის წვენი, თუ ესეც არ არის, მაშინ დაუმატეთ ძმარი, გემოვნებით 2 სუფრის kovzi. როგორც კი აორთქლდება ალკოგოლი ძვრის დასხმის შემდეგ, გავუკეთეთ პომიდორი. პომიდორის ან ტომატ პიურე შეგიძლიათ მოიხმაროთ, თუ არა გაქვთ გახეხილი ახალი პომიდორი, შეაყაროთ ამას დაჭრილი ცერეცო, პიტნა და მოშუშოთ კიდე ამასთან ერთად. ამის შემდეგ გამზადებული უნდა გქონდეთ გატარებული ნიგოზი 100 გრამი. უნდა დავუმატოთ ნიგოზს მარილი, ზაფრანა, წითელი წიწაკა, გემოვნები. გააზავეთ ეს ყველაფერი იმდენ რაოდენობით წყალთან, რამდენი წვენი გჭირდება. წვენი არ არის სასურველი იყოს თხელი, უნდა იყოს საშუალო სისქის. დაასხეთ გამზადებულ მოშუშულ ქათამს ეს გამზადებული ნიგოზი გატარებული წვენთან ერთად და დანაყული ქინძი. აუცილებლად ხაზს უსვრო, ქინძი უნდა იყოს არა გატარებული, არამედ დანაყული. უკვე ბოლოს, თითქმის ხორცი რო გამზადებულია. ამოურიეთ, წამოადუღეთ სადღაც 5-დან 10 წუთამდე და გემრიელად მიირთვით.